იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა, თუმცა მოხმარება გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად თითქმის 18%-ით მილიარდ 439 მილიონ კილოვატ-საათამდეა გაზრდილი, მათ შორის თითქმის 35%-ით იყო გაზრდილი მსხვილი კომპანიების მოხმარება. შემცირებული გამომუშავების და გაზრდილი მოხმარების ფონზე კი წლის დასაწყისში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 72%-ით გაიზარდა. იანვარში საქართველოს დენში სულ 22.5 მილიონი დოლარი გადაიხადა. რა ტენდენციებია ენერგეტიკულ ბაზარზე და როგორი მოლოდინები ნოცა შუბაშვილი გაეცნო მონაცემებს და შეფასებებიც მოისმინა ნოცა გისმენთ. Ine მოგესალმებით, დიახ 2026 წელი ენერგეტიკული ბაზრისთვის ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებით, თუმცა მოხმარების ზრდით დაიწყო. იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით 900 გიგავატ-საათამდე შემცირდა, მათ შორის ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად 3.3%-ით 534 გიგავატ-საათამდე იყო შემცირებული. პარალელურად თითქმის 18%-ით იყო გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარება, როგორც TBC კაპიტალში განმარტავენ, მოხმარების ზრდის ძირითადი მიზეზი საცალო მიმართულებით ცივი ამინდები იყო, ხოლო პირდაპირი მოხმარების, ანუ მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ზრდა ფეროშეადნობების და კრიპტომაინინგის კომპანიების გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ თითქმის 35% იყო გაზრდილი მსხვილი კომპანიების ელექტროენერგიის მოხმარება. კატეგორია რაც გვაქვს მოხმარებაში, ეს არის საცალო მოხმარება, პირდაპირი მოხმარებლები და აფხაზეთის მოხმარება, სამივე მათგანი გაიზარდა წლიურ ჭრილში. ჯამურად რაც მივიღეთ არის, რომ მოხმარებაში გვაქვს დაახლოებით 18%-იანი ზრდა და ამის პარალელურად, როგორც თქვი, რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს, შემცირებული გვაქვს წლიურად გამომუშავება. მართალია, საკმაოდ მცირე კლება არის გამომუშავებაში, ეს არის დაახლოებით 1.5%, 1.4%-ით შემცირდა გამომუშავება, თუმცა ეს ორი ფაქტორი, რომ ერთბაშად გაიზარდა ყველა კატეგორიაში მოხმარება და მეორე მხარეს შეგვიცირდა გამომუშავება, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის, რომ მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი იმპორტი. წლიურად რო შევხედოთ, დაახლოებით არის 70%-იანი ზრდა წლიურად იმპორტის მოცულობაში. იმაზე, რომ გასულ თვეში შედარებით გააქტიურებული იყო მსხვილი საწარმოები, მათ შორის სფეროშეადნობების ელექტროენერგიის მოხმარება, ამ პროდუქტის ექსპორტიც მოწმობს. კერძოდ, გასულ თვეს საქართველოსთან ექსპორტზე სულ 17 მილიონი დოლარის ღირებულების სფეროშეადნობები გაიყიდა, რაც წლიურად 86.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორც დარგობრივ ასოციაციაში აცხადებენ, წლიურ ჭრილში ელექტროენერგიის მოხმარების და საექსპორტო მოცულობების ზრდა ძირითადად ჯორჯიელ მანგანეზის საქმიანობას უკავშირდება, რადგან როგორც გვახსოვს, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე ზესტოფონის ფეროშეადნებთა ქარხანა გაჩერებული იყო. ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ გაზაფხულის ზაფხულის პერიოდში, როდესაც ბაზარზე შედარებით იაფი ელექტროენერგია იქნება, ამუშავებას რამდენიმე მცირე საწარმოც შეძლებს. გამოსწორდა ჯორჯია მანგანეზის ხარჯზე ყველაზე დიდი მომხმარებელი ელექტროენერგიის და შესაბამისად ყველაზე დიდი მწარმოებელია ფეროშეადნობის საქართველოში. დაახლოებით 80%-ს ჯორჯია მანგანეზი აწარმოებს. საქმე იმაშია, რომ შარშან რაღაც პერიოდი გაჩერებული იყო, შემცირებული ჰქონდა წარმოება. იანვრის თვეში ახლა წარმოება განახლებული აქვს და შესაბამისად ამანი მოქმედა სტატისტიკაზე, თორემ იდეაში ბაზარზე სიტუაცია არ გამოსწორებულა, თქვათ, წარმოებლები არ დამატებულან სამწუხაროდ ჩვენ დარგს. მე იმედი მაქვს, რომ გაზაფხულის პერიოდში სიტუაცია ოდნავ გამოსწორდება. თუ თქვათ ასების და არ მოხდა მაინც იმის ხარჯზე, რომ საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი დაბალი იქნება, რამოდენიმე მცირე საწარმომ შეიძლება განაახლოს პერიოდები. შემცირებული გამომუშავების და გაზრდილი მოხმარების ფონზე კი წლის დასაწყისში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის 72%-ით იყო გაზრდილი, კერძოდ გასულ თვეს 576 გიგავატ-საათი ელექტროენერგია ვიყიდეთ, რაშიც 22.5 მილიონი დოლარი გადავიხადეთ. აღსანიშნავია, რომ ღირებულებაში ელექტროენერგია კიდევ უფრო მკვეთრად 157%-ით გაგვიძვირდა. ეს კი თავის მხრივ იმას უკავშირდება, რომ საქართველოში იანვარში თურქეთიდან იმპორტი გააქტიურდა, საიდანაც 119 გიგავატ-საათი ელექტროენერგია ვიყიდეთ, რაშიც
ვიდრე $10 მილიონ მეტი გადავიხადეთ. ეს ნიშნავს, რომ თურქეთიდან იმპორტირებული 1 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის საშუალო ფასი დაახლოებით 8.16 ცენტი იყო, რაც აღემატება საქართველოში დაფიქსირებულ საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებას, რაც 1 კილოვატ-საათზე 6.23 ცენტს შეადგენს. ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია, ხოლო ახალი გენერაციის ობიექტები ნელი ტემპებით შენდება, მოსაოდნელია, რომ ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტზე სულ უფრო მეტი თანხა გაედინება. წელს უკვე იანვრის თვე რომ შევადაროთ ანალოგიურ პერიოდს, აბსოლუტურად დასაშვები და შესამჩნევი არის ის გაზრდილი იმპორტი და არ გამოვრიცხავდა პირიქით ველოდებით ჩვენ იმას, რომ იმპორტ დამოკიდებულება წლიდან წლამდე გაიზრდება. თუ არ მოხდება, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობა და მათ შორის ხაზგასმით მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რეზერვუარიანი დამაგროვებელი ჰიდროელექტროსადგურების. ჩვენ აღმოჩნდით ამ მოცემულობაში ის ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ რუსეთიდან ახდენს ელექტროენერგიის იმპორტს, არამედ ამას დაემატა უკვე თურქეთიც, სადაც აქამდე რეალურად ვახდენდით ხოლმე ექსპორტს. დამატებითი ელექტრომობილები, დამატებითი მშენებლობები ავტომატურად ნიშნავს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას და ადამიანთა ცხოვრების დონის გაზრდას. ამიტომ და ტექნოლოგიური პროგრესი, ამიტომ გვინდა არ გვინდა წლიდან წლამდე ჩვენ გვექნება ზრდა. ამასთანავე მსხვილი ეგრეთ წოდებული მომხმარებლები, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქციას, რა თქმა უნდა, მოიხმარენ უფრო მეტს. ჩარშან იანვარში გადავიხადეთ დაახლოებით $9 მილიონი, წელს კი გადავიხადეთ $22.5 მილიონი. ეს მაჩვენებელი მაღალი ალბათობით იქნება მზარდი. აღსანიშნავია, რომ იანვარში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 67% რუსეთზე მოდიოდა, 21% თურქეთზე, 11% სომხეთზე, ხოლო 1%-ამდე მოცულობა აზერბაიჯანზე. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რატომ გააქტიურდა თურქეთიდან იმპორტი. აღსანიშნავია, რომ ეს მეზობელი ქვეყანა ტრადიციულად საქართველოსთვის დენის მთავარი საექსპორტო ბაზარია. Notsa რა ტენდენციებია ენერგეტიკის ბაზარზე, ნოცა შუბაშვილის.